გასულ წელს ვენახების დაზღვევიდან სადაზღვევო კომპანიების მიერ მიღებული ფულადი სახსრები გაიზარდა და 13,400,000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სების მიერ ჩატარებულ ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაში აღნიშნული. კვლევის თანახმად გასულ წელს ვენახების დაზღვევიდან მიღებული შემოსავალი რეკორდული იყო. 2023 წელს სახელმწიფოს დაფინანსების წილი 50%-დან 70%-მდე გაიზარდა. გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა 2,400,000 ლარის ზარალი აანახაურეს, საიდანაც უდიდესი წილი 74% წითელი ვაზის ჯიშიდან მოდის. 2023 წელს ანაზღაურებადი ზარალი კი ბევრად მეტი იყო და 11,600,000 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მევენახეები ყოველწლიურად მეტ მოსავალს ასხვევენ. გასული წლის მონაცემებით ჯამურად დაზღვეული ვენახების ფართობი 9,463 ჰექტარი ვენახი იყო, რაც მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე 8,577 ჰექტარზე. ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ კომპანია ავტოგასამართის სადგურების რებრენდინგს გეგმავს, რაზეც 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მან სამომავლო გეგმებზე BMG TV-ს ეთერში ისაუბრა. როგორც ვასილ ხორავამ საქმედილაში განაცხადა, კომპანიის 120 სადგურიდან წლის ბოლომდე ნახევარი რებრენდირებული უნდა იყოს. მისივე თქმით, კომპანია თვითმომსახურების სერვისის დანერგვასაც უფრო აქტიურად გეგმავს, რაც საოპერაციო ხარჯების დაზოგვას უზრუნველყოფს. ყვარლის ბაგის მფლობელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული რძის სკანდალის გამო მას უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიადგა, თუმცა ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მიუხედავად ამისა, ყვარლის ბაგის შვილობილი კომპანია რძის ლაბორატორიის პროდუქციის გაყიდვები ბოლო 5 დღეში 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ლაშა პაპაშვილმა BMG TV-ს გადაცემა წერტილთან ინტერვიუში განაცხადა, რატომ აჭმევდა ყვარლის ბაგას საქონელს ჩირინასგან ნაყიდ ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში და იყენებდა თუ არა მერეც პირუტყვის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყვარლის ბაგას ლაშა პაპაშვილთან ინტერვიუში. ბიზნესმენმა წერტილში კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც რამდენიმე დღის წინ კომპანია ყვარლის ბაგას მიერ გავრცელებულ განცხადება შეწერა, რომ 2015-2020 წლებში ყვარლის ბაგას მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018-2019 წლის ფერმის კვების რაციონს გადამუშავებული ქათმის ნარჩენი დაემატა. თუმცა პაპაშვილი ირწმუნება, რომ მას შემდეგ რაც კომპანია ჩირინას მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს ჩირინასთან თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ ყვარლის ბაგას კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია. 20-24 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია. IT სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობა დარგზე ნეგატიურად აისახება. როგორც კომპანია Nexus-ში BMG-სთან განაცხადას, არასტაბილური გარემოს ფონზე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კომპანიების მხრიდან შეკვეთების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ დაბალანსებას ისეთი ბაზრების ხარჯზე ცდილობენ, როგორც საუდის არაბეთი და უზბეკეთია, სადაც IT სერვისებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. რა მდგომარეობაშიც ახლა საქართველო ამას ახალგაზრდები ტოვებენ. ამის შესახებ ელკანას დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ BMG TV-ს გადაცემაში საქმე დილაში ისაუბრა და დასძინა, რომ სოფელში ახალგაზრდა აღარ დარჩა, რომელიც მეურნეობას აწარმოებს. ის ასევე რძის სკანდალთან დაკავშირებულ რძის მეურნეობას იხსენებს, რომელიც იაფი კრედიტით გაკეთდა და ამბობს, რომ ასეთ კომპანიებს, რომლებიც ბიუჯეტის ფულით, ანუ გადასახადის გადამხდელების ფულით კეთდება, მათ სახელმწიფო მოსახლეობასთან ანგარიშ ვალდებულს არ ხდის.